ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია მუდამ გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრშია. ენერგორესურსებზე წვდომა და სატრანსპორტო კორიდორების კონტროლი არაერთხელ გამხდარა გლობალური დაპირისპირების საბაბი. თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა მიმართულებაში, ენერგოუსაფრთხოებაშიც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ იქმნება იმედი უფრო საინტერესო და ახალი რეალობის ჩამოყალიბებაში. რას ნიშნავს ენერგოუსაფრთხოება დღეს? რა ცვლილებები შეიძლება მოიტანოს განახლებადი ენერგიის განვითარებამ გლობალურ დონეზე და რა როლი აქვს საქართველოს რეგიონულ და გლობალურ ენერგოუსაფრთხოებაში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტში სახელწოდებით როგორ და რატო. დღეს ჩვენი სტუმარია ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკური ცენტრის გლობალური გამოცდილება საქართველოს დირექტორი ბატონი მურმან მარგველაშვილი, ხოლო პოდკასტს წავიყვან მე ერეკლე შუბითიძე, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს დირექტორი. ვიდრე დავიწყებდეთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება, ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ ჩვენი პოდკასტის განვითარებაში და გავრცელებაში თქვენ გადამწყვეტი როლი გაქვთ. ისეთი მარტივი ქმედებები, როგორიც არის ჩვენი ვიდეოების მოწონება, ჩვენ კომენტარების სექციაში აქტიურობა და რაც მთავარია, ჩვენი YouTube არხის გამოწერა პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ უფრო საინტერესო და უფრო მაღალი ხარისხის კონტენტი მოგაწოდოთ. ჩვენი არხის ანალიზი აჩვენებს, რომ რეგულარული მაყურებლების 80% არ არის ჩვენი გამომწერი. ამიტომ გთხოვთ არ დაიზაროთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და ამით დაეხმაროთ ჩვენს არხს კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და დიდი მადლობა რომ აქტიურობთ. და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ვფიქრობ გლობალურ დონეზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგოუსაფრთხოებას, მაგრამ ქართულ სივრცეში ცოტა იშვიათად ხდება ხოლმე ამ თემების ფართო განხილვა, ამიტომ დღეს ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ ეს სიტუაცია, შევმატოთ რაღაც ახალი ჩვენ საინფორმაციო გარემოს და ვფიქრობ ჩვენთვისაც და მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება დავიწყოთ ზოგადი კონტექსტით, ანუ 21 საუკუნეში როგორ და რატომ გახდა ენერგოუსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გეოპოლიტიკაში. მადლობა მოწვევისთვის, მე ვსალმები მაყურებელს, რომელიც შეხვდათ მოგვისმენს და ჩვენს ნალაპარაკებს იმედი გაიაზრებს. ენერგეტიკული უსაფრთხოება მე-21 საუკუნის გამოგონება არ არის, მე-20 საუკუნეში დაწყებული ჯერ კიდევ ჩერჩილმა, როდესაც გადაიყვანა ინგლისის ფლოტი ქვანახშირიდან ნავთობზე, აი მაშინ დადგა ძალიან აქტუალურად ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი, იმიტომ რომ ინგლისი არ ფლობდა ნავთობის რეზერვებს და შესაბამისად უნდა სხვა ქვეყნებიდან მოეზიდა. მას შემდეგ ენერგეტიკული უსაფრთხოება ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივი საერთაშორისო ენერგეტიკული საერთაშორისო პოლიტიკისა და 21 საუკუნეში მან უბრალოდ სახე იცვალა და კიდევ არ იმოსაუბრებია, რომ კიდევ უფრო იცვლის სახეს და ამაზე შეიძლება კიდევ მეტად დაველაპარაკოთ. კი ბატონო, ანუ როგორ ეს ცვლილებები როგორ განხორციელდა, ანუ ეხლა რა პროცესები მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზე, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი რაღაც ცვლილებები არის. მოდით ჯერ ვთქვათ ენერგეტიკული უსაფრთხოება როგორ განსაზღვროთ. ლიტერატურაში არის 100-ზე მეტი განსაზღვრება, სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთი განსაზღვრებები აქვს, მაგრამ ალბათ შეგვიძლია დავაჯამოთ ესეთნაირად, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ეს არის ქვეყნის სტაბილური მომარაგება მისი ეროვნული ინტერესების დაუზიანებლად. ანუ ეს უნდა იყოს ეკონომიკურად შესაბამისი, რომ არ შეაფერხოს ეკონომიკა ძვირმა ენერგიამ, ეს უნდა იყოს უწყვეტი და პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი, ისე რომ ქვეყანამ
თავისი ინტერესების გატარება შეძლოს. ეს არის ზოგადი განმარტება. ხა როგორ შეიცვალა ეს წლების განმავლობაში თავიდან იყო ძირითადად თქვათ ნავთობზე დამოკიდებულება. ნავთობისთან ერთად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გაზი გახდა როგორც ერთ-ერთი წამყვანი ენერგორესურსი და შემდეგ ეხლა უკვე 21 საუკუნეში ახალი ერა იწყება, როდესაც განახლებადი ენერგია ერთვება ამ შეჯიბრში, ესე ვთქვი, ძალიან ძალუმად და სწრაფად იზრდება განახლებადი ენერგიის წილი. თუმცა უნდა ვთქვათ, ჯერ კიდევ მაინც რომ თავიდანვე მოვნიშნოთ სიდიდეები, სადღაც 75-80% მაინც არის ქვანახშირი, ნავთობი და გაზი, წამყვანი ენერგორესურსები. უბრალოდ იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილებამ შეცვალა შეხედულება, ეხლა უკვე იმდენად არ არის მათი მოპოვება პრობლემა რამდენადაც დაწვა, იმიტომ რომ დაწვის შედეგად გაფრქვევები წარმოიშვება ნახშირორჟანგისა, რომელიც მერე კლიმატის ცვლილების წამყვანი ფაქტორია. ამიტომ იცვლება მთლიანად შეხედულება ნავთობის და გაზის მოპოვებებზე, იმ გამოყენებაზე და ძირითადი აქცენტი გადადის იმაზე, რომ პერსპექტივები, სტრატეგიები წამყვანი ქვეყნების, სხვათა შორის არც ძალიან წამყვანი ქვეყნების მიდის იქეთკენ, რომ გადავიდნენ განახლებად ენერგიებზე. ეხლა რაც შეეხება როგორ ვითარდებოდა, რა კომპონენტები იყო, ვთქვათ, რამაც ენერგეტიკული ურთიერთდამოკიდებულებები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად შეცვალა. რამდენიმე ფაქტორი იყო 21 საუკუნეში, რამაც გამოიწვია დიდი ცვლილებები. ჯერ მოდით ეს ვთქვათ, რომ ორი ტიპის ენერგია არსებობს. ერთი არის ინფრასტრუქტურაზე მიმული, როგორც არის მილსადენებით მიწოდებული გაზი და ელექტროენერგია, რომელიც უფრო ესეთ მონოპოლიურ ძალას აძლევს, თუ კი ეს წამყვანი მიწოდების წყაროა. მეორე არის უფრო გლობალური ბაზრები, მაგალითად ნავთობის ბაზარი არის გლობალური ბაზარი, სადაც შენ შეგიძლია ნავთობი იყიდო ნებისმიერი ადგილიდან, ეს ნაკლებად არის პრობლემა. და ენერგეტიკული ზეგავლენის საფუძველს და ბერკეტს პირველ შემთხვევაში წარმოადგენს აი ამ ინფრასტრუქტურის ფლობა, თუ კი ეს მონოპოლიური მომწოდებელია, რასაც რუსეთი აკეთებდა მაგალითად ევროკავშირის მიმართ. მილსადენების გაზი იყო მთავარი წყარო გაზისა, რუსული გაზისა, ამიტომ იმ გაზის გადაკეთვა შედარებით ადვილია. ხო და 21 საუკუნეში რამდენიმე რამ მოხდა, რამაც ძირეულად შეცვალა ბალანსი. ერთი ეს იყო ფიქალის გაზის რევოლუცია ამერიკაში. ეს არის ახალი ტექნოლოგია, გაჩნდა სადღაც 2010-11 წლიდან, რომელმაც ძირეულად შეცვალა ამერიკის ენერგეტიკული ბალანსი, ქვეყანა, რომელიც უდიდესი იმპორტიორი იყო, გახდა ექსპორტიორი ნავთობისაც და გაზისაც. იმის ხარჯზე, რომ დაიწყო ფიქალის გაზის მოპოვება. სამწუხაროდ ხა მაგ ტექნოლოგიის ახსნის დრო არა გვაქვს. ეს არის ფაქტიურად ის, რომ ის გაზი, რომელიც თვითონ არ ამოდის ზედაპირზე, მისი ამოღება მაინც ხერხდება ეგრეთ წოდებული ჰიდრავლიკული გახლეჩით და ახალი ტექნოლოგიებით, რომელსაც შემდეგ აძლევს მას გამოსვლას. ანუ როგორც ხვდები ამ ახალმა ტექნოლოგიამ კი არ გაამარტივა რაღაცების ამოღება, არამედ პრაქტიკულად ახალ რესურსებზე წვდომა. ახალი რესურსები გაჩნდა და შეფასებებით აი ამ ფიქალის ნავთობის და გაზის რესურსები უფრო დიდია ვიდრე ტრადიციული რესურსები. იმიტომ ჩვენ სულ გვესმის, რომ აი მარაგი აქვს 70 წლის, 60 წლის და ხშირად აი ელექტროენერგიაზე გადასვლა, აი ელექტრომანქანებზე გადასვლაზე რო არის საუბარი, ამბობენ, რომ აი ნავთობის და იმის ამდენი წელი არის დარჩენილი მარაგები. ამან გაზარდა, ხო ეს მარაგები? საერთოდ როგორც აჩვენა გამოცდილება, მარაგები იზრდება და არ მცირდება. ანუ ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ვითარდება დროთა განმავლობაში, ის ახალი წყაროების მოპოვების საშუალებას იძლევა ეკონომიკურად.
ანუ მან არა მარტო მარაგის არსებობაზე ლაპარაკი, არამედ რა ჯდება იმის ამოღება და სწორედ აი ამ მასიურმა გავრცელებამ ამ პიქალის გაზის ამოღების და ნავთობის ამოღების ტექნოლოგიებისა შესაძლებელი გახადა ეკონომიურად მიმზიდველი ამოღება გაკეთებულიყო. მეორე, რაც ასევე უნდა ვახსოვოთ, ეს არის გათხევადება ბუნებრივი გაზის. რამაც შესაძლებელი გახადა იგივე ამერიკული პიქალის გაზის მსოფლიო ბაზრებზე გატანა და საერთოდ ევროკავშირის ეხლანდელი თქვათ სტრატეგია და პოლიტიკა ეს არის რომ გაზი, რომელიც ადრე მილსადენებით მიეწოდებოდა და აი ამ მონოპოლიურ დამოკიდებულებებს ქმნიდა, გადავიდეს უკვე გათხევადებული გაზის, მაქსიმალურად გათხევადებული გაზის მიღებაზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან შეიძლება იქნას მიღებული, ტანკერებით მოდის ეს გაზი, უბრალოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პორტებში უნდა იქნას გაკეთებული და აი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ახლა როგორც გათხევადებული გაზის ექსპორტის, ასევე იმპორტის ინფრასტრუქტურების მშენებლობა მთელ მსოფლიოში. ესე იგი, დაგეგმილია, რომ თქვათ, რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა შემოვიდეს წყობაში 300 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექვივალენტური ესა რა ქვია, გათხევადებული გაზის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლად რო ვთქვათ, სადღაც 150 მილიარდი იყო მთელი რუსეთის მიწოდება ევროკავშირისადმი. ანუ ეს ძალიან ძლავრი შენატანია მსოფლიო თხევადი გაზის ბაზარში და ნელ-ნელა გაზი, რომელიც იყო ესეთი მონოპოლიური პროდუქტი, როდესაც მიეწოდებოდა მილსადენებით, ის ხდება უფრო ესეთი გლობალური ბაზრის საქონელი, როგორც ნავთობი არის. და ეს ცვლილება მოხდა, ანუ დიდი ხანია იგეგმება ეს ცვლილება თუ 22 წლის მერე მოხდა, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში? აი ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ძალიან დიდი სტიმული მიცა ორ რამეს, ერთი არის აი ენერგეტიკული გადასვლა განახლებად ენერგიაზე და მეორე არის აი გათხევადებული გაზის ინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე ევროკავშირი გარკვეულწილად მუდმივ მზადებაში იყო 2015 წლის შემდეგ გაჩნდა ესეთი სტრატეგია Energy Union, ენერგეტიკული კავშირი, რომელიც ფარგლებშიც დაიწყეს აქტიურად მუშაობა შიგა დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომ მაგალითად პორტების მქონე ქვეყნებიდან იყოს შესაძლებლობა ამ გაზის მერე მილსადენებით ევროკავშირის შიგნით გადანაწილების, ასევე ელექტრული კავშირების განვითარება. ანუ ევროკავშირი დიდი ხანია მუშაობს იმაზე, რომ შიგა კავშირები გააძლიეროს, ისე რომ ამითი უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, თუ კი ერთი მხრიდან რამე პრობლემა შეიქმნება, ეს არ იქნება დიდი პრობლემა და მთელ ევროკავშირიდან შესაძლებელი იქნება მიწოდება სხვადასხვა მხრიდან. კი ბატონო, და ძალიან საინტერესოა, მაგალითად ხშირად ახსენებენ ხოლმე იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, უკრაინის გავლით ევროკავშირს მიეწოდებოდა გაზი ისედაც. მე მგონი ახლა 25 წელს აიგრძალა, საბოლოო კონტრაქტები დასრულდა. საინტერესოა, რომ ეს თემა, ანუ ამდენად რთული არის ჩანაცვლება გაზის, რა დრო საკმარისად იყენებენ ამ დროს, თუ არის აქ საუბარი იმაზე, რომ რაღაც იმედები შეიძლება ყოფილიყო და არასაკმარისი დრო და ენერგია დაიხარჯა ამ ყველაფერზე, რომ რუსულ გაზს და ნავთობს ჩამოშორებოდა ევროკავშირი. საერთოდ ცოტა გავრცელებულია ესეთი გამარტივებული შეხედულება, რომ აი რატო უცბად არ შეგვეცეს რუსეთიდან, თქვათ, ნავთობის, გაზის მიწოდება. აქ არის მთელი დიდი კომპლექსი ურთიერთდამოკიდებულებებისა. თუნდაც აი ნავთობზე რო ვთქვათ, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები, როგორც წესი, არის აწყობილი რომელიღაცა ტიპის ნავთობის გადამუშავებაზე. მათ შორის რუსული ნავთობის გადამუშავებაზე და როდესაც თქვათ რუსული ნავთობი არ მიეწოდება, სხვა ნავთობით ის ვერ იმუშავებს ისეთივე ეფექტიანობით და მას დაჭირდება რაღაც გადაწყობა ასე შემდეგ. ამიტომ
ესეთი ადვილი ჩასანაცვლებელი არც ნავთობი არ არის და მით უმეტეს გაზი, რომელიც მილსადენებით მიეწოდება მომხმარებელს, ამიტომ ერთი მხრიდან შიგა კავშირები უნდა იყოს. ჯერ ერთი მერე საიდან უნდა მიაწოდო, ხა ეს არის 40% იყო მთელი ევროკავშირის გაზის მოხმარებისათან მიეწოდებოდა ევროკავშირის ცენტრში, თქვა გერმანიაში, აქედან ავსტრიაში, ასე შემდეგ, ხო? ამის ახლა ერთბაშად ესე ადვილად ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, არ ხდება. რაც შეეხება უკრაინის გავლით მიწოდებას, მართლაც 2024 წლის ბოლოს შეწყდა მიწოდება. მაგრამ რუსეთი დღეს მაინც აწვდის ევროკავშირს გარკვეული რაოდენობის გაზს, ეს არის ეგრეთ წოდებული თურქული ნაკადის გავლით. ეს არის მილსადენი, რომელიც ჭირის შავ ზღვას და შემდეგ თურქმეთის გავლით მიდის ბალკანეთის მიმართულებით და იქეთ აწვდის. მერე ნაწილდება იქ. ხო, მერე ნაწილდება იქ ბალკანეთის ქვეყნებში და ავსტრიამდე ადის. კი ბატონო, საინტერესოა რომ საქართველოს ისეთ რეგიონში არსებობს პრაქტიკულად რომ ჩრდილოეთით უყავს ქვეყანა რომელსაც აქვს უზარმაზარი ენერგორესურსები პრაქტიკულად ასე კოლოკვიალურ დონეზე ეძახიან დიდ ბენზინგასამართ სადგურს მის ეკონომიკას ჩამოკიდებულია პრაქტიკულად ნავთობის და გაზის ეკონომიკაზე ირანი ყავს ასევე რეგიონში რომელიც დიდი მოთამაშე ასევე უზარმაზარი ენერგორესურსების მატარებელი საქართველოს არის ასევე ესაზღვრება აზერბაიჯანს რომელსაც აქვს დიდი რესურსი ამ მიმართულებით და აზერბაიჯანის ესაზღვრება ასე ვთქვათ კასპიის ზღვის მეორე მხარეს ცენტრალური აზია სადაც ასევე საკმაოდ დიდი ენერგორესურსები არის საქართველოს როლი ამ ყველაფერში ეს ენერგორესურსები მიდის ჩვენ ვიცით გასადენების მნიშვნელობა და ვიცით ევროკავშირისთვის დღესდღეობით 22 წლის მერე განსაკუთრებით რამდენად მნიშვნელოვანია ამ ენერგორესურსების დივერსიფიკაცია როგორ შეიძლება შევაფასოთ დღესდღეობით საქართველოს როლი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში აქვს რამე როლი და თუ შესაძლებელი არის რომ უფრო გავამტკიცოთ ეს მიმართულება მოდით ჯერ ის თქვათ რატო რუსეთს იმიტომ არ ეძახიან ბენზინგასამართ სადგურს რომ ბევრი მარაგები აქვს არამედ იმიტომ რომ სხვას ვერაფერს ვერ აწარმოებს რეალურად და დამოკიდებულია ამ ნედლეულის გაყიდვაზე თორე არის ქვეყნები რომელსაც უფრო დიდი მარაგებიც აქვს და დიდი ექსპორტიც ამიტომ მან ცოტა სხვა ეს არის რა ქვია მნიშვნელობა მაგ სიტყვას რაც შეეხება ხა საქართველოს როლი ცოტა ჩვენ გეგვინდა რაღაც გამოყოფილად მნიშვნელოვანი ვიყოთ ევროკავშირისთვის, მაგრამ მაინც ჩვენი რესურსები მაინც შედარებით ნაკლები გვაქვს. ერთადერთი რაც ჩვენ ახლა ესეთი მნიშვნელოვანი გვაქვს, ეს არის გეოპოლიტიკური მდგომარეობაც და ალბათ აქამდე იყო ეს სტრატეგიული პოლიტიკური ხედვა. ანუ ორი რამეა საჭირო მან დრო ერთი რო შენ გეოგრაფიულად ატარებდი ამას და მეორე ეს იყოს სასურველი მიმღები მხარისათვის. სასურველობა აქამდე მდგომარეობდა იმაში რომ ეს იყო რუსეთის გვერდითაულით. და ეს ითვლებოდა რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რომელსაც დასავლური ორიენტაცია გვაქვს, თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი თავარი ასე ვთქვათ სასურველი მიმართულება და ეს გარკვეული სტაბილობის კავშირების და ასე ვთქვათ სანდოობის საფუძველი იყო. დღეს ახლა ცოტა ძნელი სათქმელია იმასთან დამოკიდებულებით თუ როგორი პოლიტიკა გვექნება ჩვენ ქვეყანას, ხო რომ როგორი როლი შეიძლება შევასრულოთ. ეხლა მარტო რესურსებს თუ შევხედავთ, აქ ძირითადი დღემდე რაც ესე იგი აქტუალურია, ეს არის აზერბაიჯანის ნავთობი და გაზი, რომელიც მიეწოდება ევროკავშირს და მსოფლიო ბაზრებს ნავთობით. საკმაოდ მნიშვნელოვანია ნავთობის რაოდენობა ეს დაახლოებით 9%-დან 1%-მდე არის მთელი მსოფლიო მიწოდების. ანუ ეს საკმაოდ არა მარტო ევროკავშირს, ეს შეიძლება ჯეიხანის პორტიდან სხვადასხვა მიმართულებით იქნეს გატარებული. გაზი არის რაოდენობებზე რო ვილაპარაკოთ, ევროკავშირის გაზის მოხმარება იყო დაახლოებით წლიური, რა ვთქვათ
იყო პერიოდები, როდესაც იყო 600 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. ჩამოვიდა 400 მილიარდამდე და მერე აი ომის მერე კიდე ცოტა ქვევით ჩამოიწია და აზერბაიჯანიდან ევროკავშირი ახლა იღებს დაახლოებით 10 და შეიძლება აი 12 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. ანუ ეს არის სადღაც, რა ვიცი, რამდენიმე პროცენტი. თუმცა იმ პერიოდებში, როდესაც არის ესეთი კრიზისი, ეს ომის გამო რუსეთის გაზის ჩანაცვლება არის საჭირო, ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საკმარისად. ეხლა რამდენად არის შესაძლებელი ამის გაზრდა? ამაზე არის ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეული მოლაპარაკებები. იგულისხმებოდა, რომ 2027 წლიდან 20 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს ევროკავშირში მიწოდება აზერბაიჯანიდან, თუმცა აქ გარკვეული სირთულეებია, იმიტომ რომ შეიძლება მარაგები კი არის აზერბაიჯანში ამ ახალი გაზის, მაგრამ ის გაზის მარაგები ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ეგონათ, ანუ მას მეტი მუშაობა და ინვესტირება ჭირდება მის ამოღებას. და მეორე არის პრობლემა, რომ არ ჩანს ევროკავშირის მხრიდან ესეთი სურვილი მომხმარებლების მხრიდან, რომ გრძელვადიანი ხელშეკრულებები დაუდონ აზერბაიჯანს. ამის გამო გადადება ხდება ამ ინვესტირების და ამ პირობის შესრულება სავარაუდოდ ვერ მოხდება 27 წლამდე. თუმცა აი გინდა ესეც რომ მოხდეს, ეს არ იქნება ვთქვათ 30%, 20% და ასე შემდეგ. ეს ქვევით იქნება 10%-ზე ქვევით 5-6% შეიძლება მთელი ევროკავშირის მოხმარებისა გაზის, რაც ჩვენი გავლით უნდა გავიდეს. მეორე ინტერესი აქ არის თავად აზერბაიჯანის, რომელიც დიდი ხანი საკმაოდ აქტიურ ენერგეტიკულ პოლიტიკას ეწევა. ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან, აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანასთან აქვს დადებული ალეევს ხელშეკრულება გაზის მიწოდებაზე. იმის მიუხედავად, რომ თავად გაზის რეზერვები არ აქვთ, ისინი თვითონ აკეთებენ გარკვეულ იმპორტს, მაგრამ მათ შორის იმიდან თურქმენეთიდან, გაცვლი ირანის გავლით და ასე შემდეგ. იმ იმედით, რომ განავითარებენ ამ რესურსებს, უკვე აი ბევრი ხელშეში შეთანხმება აქვს დადებული და ასევე აქვთ გარკვეული შეთანხმებები განახლებადი ენერგიის ექსპორტზე. აზერბაიჯანი ცდილობს განავითაროს თავისი ოფშორული ქარის სადგურები, იქ გამოიმუშაოს განახლებადი ელექტროენერგია და მერე გაყიდოს ევროკავშირში ჩვენი გავლით. აი ეს ინტერესიც არსებობს და ალბათ გაგონილი გექნება ჩავეზღვის კაბელის პროექტი, რომელიც აქტიურად განიხილება. ხო, მაგის ერთ-ერთი мотиваცია სწორედ მაგაში მდგომარეობს. ანუ რო ვთქვათ, რომ შევაჯამოთ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ევროკავშირის ენერგომომარაგებაში, რა თქმა უნდა, თამაშობს საკმაოდ მნიშვნელოვან როლს, უბრალოდ სატრანზიტო როლს. შეიძლება ეს როლი გაფართოვდეს მომავალში, თუ კი აზერბაიჯანში მოხდა ინვესტირება და გაზის მოწოდება იქიდან გაიზარდა, მაგრამ ასევე არის საუბარი და აქტიური განხილვა ეგრეთ წოდებული მწვანე ტერეფნისა, რომ სამხრეთ კავკასიიდან და ისე შორეულ პერსპექტივაში არის ლაპარაკი ასევე ცენტრალურ აზიაზე, აი იქიდან წამოვიდეს განახლებადი ენერგია. რას მოიცავს კონკრეტულად ეს პროექტი? მოდით პატარა შესავალი მაინც გავაკეთოთ, იმიტომ რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების თავად კონცეფცია უკვე რადიკალურად იცვლება 21 საუკუნეში აი ამ კლიმატური შეზღუდვების გათვალისწინებით. იმის გამო, რომ ევროკავშირს აქვს გამოცხადებული მიზანი 2050 წლისთვის, რომ კლიმატ ნეიტრალური გახდეს, არ უნდა ჯამური გაფრქვევები მოხდეს მისი ნული. ეს არის ძალიან ამბიციური ამოცანა, რომელიც მოითხოვს უამრავი ინვესტირებას, ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და რადიკალურად შეცვლას თვითონ ენერგეტიკული სურათისა, როგორც მოხმარების მხარეზე, ასევე მიწოდების მხარეზე. მოხმარების მხარეს ეს არის გადასვლა ელექტროფიცირება უამრავი რაღაცების, ის რაც ახლა კეთდება გაზით და ნავთობით უნდა გაკეთდეს ელექტროენერგიით. ეს არის ტრანსპორტის ელექტროფიცირება, ეს არის გათბობის ელექტროფიცირება.
ეს არის ერთი მიმართულება, მეორე მიმართულება არის ეგრეთ წოდებული მწვანე წყალბადი. ანუ ეს არის წყალბადი, რომელიც მიიღება წყლის გახლეჩვით განახლებადი ენერგიის საშუალებით, ამიტომ მას არ ერთვის ნახშირორჟანგის გაფრქვევები არ ხდება ამ დროს და მთელი ინფრასტრუქტურა და ქსელების იგეგმება ევროკავშირში განხორციელება, მთელი დერეფნები ევროკავშირის ტერიტორიაზე, რომელიც წყალბადს გაატარებს და წყალბადი ჩაანაცვლებს გაზს იმ ადგილებში, სადაც ელექტრობით ვერ მოხდება ჩანაცვლება. ეს ევროკავშირს რაც შეეხება, საერთოდ 2050 წლამდე თქვით, რომ ეს გეგმა არის? 2050 წლამდე ევროკავშირი უნდა გახდეს კლიმატ ნეიტრალური და სხვა საშუალება გარდა აი ამ ორი მიმართულებისა, რომ ელექტროფიცირება მოხდეს მაქსიმალურად და წყალბადით მოხდეს, წყალბადი და მისი წარმოებული შეიძლება იყოს მწვანე ამიაკი, რომელიც წყალბადიდან მიიღება, ხო? აი ამ საწვავით მოხდეს ჩანაცვლება. აი ეს არის მაგისტრალური მიმართულება და შესაბამისად ამისთვის არის საჭირო გარკვეული ახალსვანერი რესურსები. ეს რესურსები არის ჯერთი განახლებადი ენერგია, განახლებადი ენერგორესურსები და მე როდესაც ცენტრალურ აზიაზე ვლაპარაკობდი, იქ არის ფაქტიურად შეუზღუდავი რაოდენობა ქარის და მზის მისაღები ტერიტორიებისა, სადაც შეიძლება გააკეთდეს რა თავისუფალი ტერიტორიებია, მშვენიერი მზის და ქარის პოტენციალი და ანუ ფაქტიურად შეუზღუდავი არის. ანუ მეორე არის იმის ტრანსპორტირება. აი შეიძლება პერსპექტივაში მწვანე ენერგეტიკული კორიდორების ანუ დერეფნების განხილვა, როდესაც ცენტრალური აზიიდან უკვე კასპიის გამოვლით და ასე შემდეგ ჩვენი გავლით სტრატეგიული მნიშვნელობის დერეფანი გაიხსნება აქ. მეორე კონკურენციის ერთ-ერთი უდიდესი საგანი არის მინერალები. საქმე იმაშია, რომ ელექტროფიცირებას სჭირდება ქსელების განვითარება, შესაბამისად ალუმინია საჭირო და სპილენძია საჭირო მოწყობილობებისთვის. ამას გარდა არის განახლებადი ენერგიის ქსელში ჩართვას ესაჭიროება მისი დაბალანსება, არის საჭირო აკუმულატორების ძალიან დიდი სიმძლავრეების შექმნა. აქ არის საჭირო ლითიუმი, აქ არის საჭირო გრაფიტი, არის სხვადასხვა ელემენტები და სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც არის აი ამ სხვადასხვა მინერალები, რომელიც არის ამ ენერგეტიკული გადასვლისთვის საჭირო. არის იშვიათ მიწათა მეტალები, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ მაგალითად ქარის ტურბინებში მუდმივი მაგნიტები გააკეთდეს, რომელიც გაზდის მის ეფექტურობას და გაზდის გამომუშავებას. ამიტომ 21 საუკუნეში ენერგეტიკული უსაფრთხოების კონცეფციის და ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილი ხდება უკვე ხელმისაწვდომობა კრიტიკული მინერალებისა. აი ამ თვალსაზრისით მაგალითად ევროკავშირისთვის საქართველოს თავისი მანგანუმი, რომელიც არის ერთ-ერთი ესეთი კრიტიკული მინერალი, სპილენძი, რომელიც ასევე არის კრიტიკული მინერალი, იმიტომ რომ საჭირო არის ძრავებისთვის და ასე შემდეგ. აი ეს ერთ-ერთი მნიშვნელობა შეიძლება იყოს, თუმცა ჩვენი მასშტაბი რა თქმა უნდა არ არის იმისთანა, რომ სოფლიო ბაზარზე რამე განსაკუთრებული როლი ვითავაშოთ. აქვე არის სომხეთს, რომელსაც ასევე აქვს სპილენძი და მანგანუმი შედარებით ნაკლებია, მაგრამ ექსპორტიორები ვართ ორივენი. აზერბაიჯანს ლითიუმიც აქვს, სპილენძს იმდენს არ ახორციელებს და ასე. მაგრამ ცენტრალურ აზიაში არის ძალიან დიდი რაოდენობა ამ კრიტიკული მინერალებისა, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ინტერესის საგანი არის, ამიტომ ევროკავშირი აქტიურ პოლიტიკას და თანამშრომლობის პოლიტიკას ახორციელებს ცენტრალური აზიასთან. როგორც განახლებადი ენერგიის განვითარებაზე, ასევე აი ამ კრიტიკულ მინერალებთან ხელმისაწვდომობა არის ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ინტერესი და ეხლა ეს რა თქმა უნდა ჩვენზე გავლით უნდა მოხერხდეს და არა რუსეთის ან ირანის გავლით. ამიტომ აი ამ თვალსაზრისითაც იგივე აი ეს შუა დერეფანი, რომელზედაც არის ამდენი ხანი ლაპარაკი და რომლის ნაწილი შეიძლება იყოს მათ შორის კრიტიკული მინერალების გადაადგილება, ხო? აი ესეც კიდევ ასევე საქართველოს სტრატეგიულ
როლს ამ თვალსაზრისით დებარეობით კიდევ ერთხელ აძლიერებს. ძალიან საინტერესო. თქვენ არ ახსენეთ ჰიდროენერგია და ბირთვული ენერგია. მოიაზრება თუ არა ეს განახლებად ენერგიაში? აქვს რამე პოტენციალი თუ ამოწურა ამ თავისი რესურსი დღესდღეობით? ახლა ჰიდროენერგია იმ ადგილებში, სადაც თუ ნახავთ, ესე იგი განვითარება როგორ ხდება, ჰიდროენერგია არის იმ ადგილებში, სადაც აქამდე ვერ განვითარდა, მაგრამ ჩვენთან ის ადგილები, სადაც შეიძლება ჰიდროსადგურების აშენება არის მრავლად და შესაბამისად მრავალი არის ასევე პროექტი ამ განვითარებისა. ევროკავშირში ეს ადგილები უკვე აღარ არის დარჩენილი ფაქტიურად, არც იტალიაში, სადაც მთაგორიანი, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ასე შემდეგ. ფაქტიურად ათვისებული, ამიტომ გლობალური მასშტაბით ჰიდროენერგია ვერ არის კონკურენტული თავისი სიმძლავრეებით, მოსალოდნელი სიმძლავრეებით, ვერ არის ქართან და მზესთან შედარებით. აი ეს ორი არის ძირითადი წყარო და უნდა გითხრათ, რომ ქარი და მზე, რომელიც სადღაც 585 გიგავატი, 585,000 მეგავატი აშენდა 24 წელს. და ეს არის მთელი ახალი სიმძლავრეების 90%. ანუ მე გითხარით, რომ მთელ ენერგეტიკულ ნაზავში დღესდღეობით, ხო, განახლებადი ენერგიის წილი სადღაც 25%, აქედან დიდი წილი არის ბიომასა, ჩვეულებრივია, თქვათ, შეშა, ხო? მაგრამ ნამატში 90% ელექტროენერგიის სიმძლავრეების ნამატში 90% არის ძირითადად მზე და ასევე ქარი. ხოდა აი ეს რადიკალურად ცვლის უკვე და აი მაჩვენებელია იმ ენერგეტიკული გადასვლისა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს კლიმატური პრობლემების მეტნაკლები შეზღუდვისადმი. სამწუხაროდ ესეთი იმედები არ არის, რომ რაც ვალდებულებები აქვთ აღებული ქვეყნებს ის გაკეთდება ყველაფერი და მართლა კლიმატ ნეიტრალური გახდება. მსოფლიო გამორიცხულია 1.5 გრადუსის ტემპერატურის მომატების სცენარი იყო ესეთი რა, საითკენაც გაეროს პროცესის ფარგლებში მსოფლიო ცდილობდა და ამბობდა, რომ გვინდა ეგეც ასვლა. ეგეც გამორიცხულია 2 გრადუსის მატების სცენარში თუ ჩაჯდა 2000 წლამდე კაცობრიობა, ეს იქნება ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას სჭირდება ესეთი კონსოლიდირებული ყველა ქვეყნის ერთობლივი თანამშრომლობა. და რა უდგას წინ ამ ყველაფერს, ანუ მწვანე ენერგიაზე თავიდან ბოლომდე გადასვლას. ინტერესი არის რამე კონკრეტული გეოპოლიტიკური სახელმწიფოებში თუ ეკონომიკო ბიზნესს არა აქვს ინტერესი გადასვლაზე, ანუ რა წინაღობებია ამ მიმართულებით? არა, ეს არის ურთულესი პროცესია მთლიანად გადაწყობის მთელი ეკონომიკური ენერგომოხმარების სტრუქტურის და ასე შემდეგ. ეხლა მე რაც გითხარით, მაგალითად, ინდუსტრია უნდა გადაიყვანო ელექტრობაზე და წყალბადზე, თქვათ, მათ შორის მიწოდების ინფრასტრუქტურა უნდა გააჩინა. ძალიან რთული საკითხია და ძალიან ბევრ პოლიტიკურ თემებთან არის დაკავშირებული. მათ შორის ეს არის ერთ-ერთი ესეთი წინააღმდეგობა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებით ჩინეთი და ინდოეთი. თუ შეხედავთ ჩინეთს, იქ იზრდება ქვანახშირის მოხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიის უდავო მსოფლიო ლიდერი და ყველაზე მეტ სიმძლავრეებს ის აწარმოებს, რომელიც მერე სხვა ქვეყნებში ხდება მათი დამონტაჟება, ამავე დროს უმატებს ქვანახშირს, ეკონომიკის განვითარება უნდა. ასევე ის ცდილობს შემოიტანოს გაზი სხვადასხვა მხრიდან, ცენტრალური აზიიდან განსაკუთრებით და ამისთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აქვს ძალიან ისეთი ინტენსიური ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა და ამ დროს ევროკავშირი ამბობს, რომ აი ჩვენ უნდა შევზღუდოთ შევამციროთ გაზზე მოხმარება და ეხლა ეს გამართლება ჩინეთის და ინდოეთის მაგალითად იმაში მდგომარეობს, რომ ის ნახშირორჟანგი, რომელიც ატმოსფეროში არის დაგროვილი უკვე, ეს ინდუსტრიულად განვითარებულმა ქვეყნებმა გააფრქვეს თავის დროზე და ის
ნარჩენი ნახშირორჟანგია, ხა ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რატომ უნდა დავზარალდეთ ამ დროს ზარალდება მთელი მსოფლიო ერთად. ხო და აი ეს პოლიტიკური პროცესები არის, ანუ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინტერესები. ხა ტრამპმა რაც გააკეთა, რა ვიცი, რა ინტერესი ქონდა და რა ხეირი ნახა მიდან რომელი მიმართულებით საფრანგი იმისი პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლა ესეთი რაღაც ხო, მაგრამ ეს არის შედარებით გრძელვადიანი პრობლემა. ანუ დღესვე და ხვალვე არ ჩანს, რომ ეს კლიმატის ცვლილება ხდება. კი, მართალია, დაიწვა იმაში ბრაზილიაში ტყეები, იქ მაგალითად ლოს-ანჯელესშიც იყო ხანძარი, შეიძლება სხვაგან რაღაცა წყალმოვარდნები, მაგრამ ესე ერთბაშად ვერ ხედავ, ეს ნელ-ნელა იზრდება. ამიტომ პოლიტიკოსებზე განსაკუთრებით თუ მათ არ აქვთ ესეთი გრძელვადიანი მართლა დაღვინებული მოქალაქეობრივი ხედვა, რომ სოფლიო მოქალაქეობრივი ხედვა, ხო, მაშინ ძნელი დასარწმუნებელია, რომ დღეს რაღაცა დათმობები გააკეთონ. ევროკავშირს ეს აქვს. ამიტომ არის ევროკავშირი ამ კლიმატური მიმართულებებით ლიდერი და შესაბამისად სხვა ქვეყნებთან აი ეს განსხვავებული ხედვები, რა თქმა უნდა, იწვევს გარკვეულ წინააღმდეგობებს. და ამიტომ ძნელია ერთად ყველაფრის ასე და განსაკუთრებით სწრაფად. გარდა იმისა, რომ ეს არის დიდი ფინანსური დანახარჯები, რაც სავარაუდოდ სხვა რაღაცებს უნდა დააკლდეს. აი ერთ-ერთი დიდი პრობლემა მაგალითად. მსოფლიო რომ წავიდეს კარგად კლიმატური მიმართულებით, ჭირდება დახარჯოს 2 ტრილიონი ევრო წელიწადში. რაც აი ამ თანხის შეგროვება საკმაოდ რთულია. ამავე დროს სუბსიდირება ხდება წიაღისეულის აწვავისა. ანუ ბიუჯეტებიდან ხდება მოპოვების სუბსიდირება და ჯამური სუბსიდირება არის 9 მილიარდი ევრო წლიური. ბოდიში 7 მილიარდი ევრო. ხედავთ, ესე იგი 7 მილიარდი ევრო იხარჯება იმაზე, რომ ჩვენ მეტი ნავთობი და გაზი მოვეხმაროთ. შესაბამისად არის იქ ინტერესები. უნდა გითხრათ, რომ საქართველოშიც ხდება ეგ ამბავი, ჩვენ სადღაც შეფასება გავაკეთეთ, რომ სუბსიდირება რაც ჩვენი გაზის სექტორში ხდება, არის სადღაც იყო $500 მილიონი. 6 წლის წინ გავაკეთეთ ეს შესწავლა. ხო და ამიტომ აი ამასაც თავისი ინტერესების მატარებელი ხალხი ყავს, რა თქმა უნდა და ამიტომ აი ამის შეცვლა და დანახვა იმისა, რომ ჩვენ ერთი საფრთხე და საშიშროება გველის ამ კლიმატის და ამიტომ უნდა დავთმოთ. ხო, რაღაცეები. აი ეს ცოტა ძნელი მოსახერხებელია. და საქართველოში ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით რა სიტუაცია გვაქვს? დამოკიდებული ვართ პრაქტიკულად 80% აზერბაიჯანულ გაზზე, დანარჩენი 20%-ის გარკვეული ნაწილი რუსეთიდან შემოდის, რაღაცა კიდე იმპორტზე არის. არის ეს 80% დამოკიდებულება საშიში თუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავაბალანსოთ ეს გავლენები? ეცეთ რა არის, ერთი 10 წლის წინ მქონდა მოხსენება რონდელის ფონდში. და ბატონმა ალგოლონდელმა მკითხა მაინც ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა ჩვენთან რა არის და რომ დავფიქრდი უპასუხე მეთქი ეს არის მთავარი გამოწვევა რომ ჩვენთან ამაზე სერიოზულად არავინ არ მუშაობს მეთქი. დღესაც ეს გრძელდება. აი თუნდაც ჩვენი საუბარი და ამ შეკითხვების დასმა ეს არ არის ასე ვთქვათ გარკვეული პროცესის გაგრძელება, რომ სადღაც ხალხი მუშაობდნენ, განხილვები ხდებოდეს, ამ განხილვების შედეგების მიტანა ხდებოდეს პოლიტიკოსებთან და ჩვენ ქართველებს, მოქალაქეებს კონდეს გათავისებული ჩვენი ინტერესი რა არის ამ მიმართულებით. ეგეთი რამე არ არის და ეს არის მთავარი პრობლემა. ენერგეტიკული უსაფრთხოება, როგორც გითხარით, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა ენერგომომარაგების პროცესში. გრძელვადიანი და მოკლევადიანი. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ არ აგვაქვს ასევე უსაფრთხოების კონცეფცია. ის დოკუმენტი, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და 2013-ში მცირედ შეიცვალა, მე რამდენადაც ვიცი ხო. იმის მერე არ განახლებოდა. ამიტომ ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენი ინტერესი. არ გვიწერია არსად. ამიტომ მსჯელობა იმაზე ეს ინტერესი როგორ დავიცვათ ენერგომომარაგების პირობებში ცოტათი რთულია.
ეხლა შეიძლება ჩვენ დაშვებები გავაკეთოთ რა, როგორი ქვეყანა გვინდა იყოს საქართველო და იმის მიხედვით მე უკვე ვიმსჯელოთ იმას როგორი ენერგეტიკული უსაფრთხოება ჭირდება. ხო? მოდით ისე ვიმსჯელოთ, რომ ჩვენ გვინდა საქართველო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იქნება. აი, აქედან შეიძლება უკვე გარკვეული რაღაცების, მაშინ ჩვენ ძლიერი დამოუკიდებელი ენერგეტიკული უზრუნველყოფა გვჭირდება. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ამ მიმართულებით ჩვენ რაც გვაქვს, ну, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთოდ უსაფრთხოების ყველაზე დიდი პრობლემა ოკუპაცია, ცოცხალი ოკუპაცია, რომელიც აგრესიულად გრძელდება და ენერგეტიკული თვალსაზრისით ამხრივ ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა არის აფხაზეთი. ენგურჰესის შენობა მდებარეობს აფხაზეთში, იქიდან ჩვენი ესე იგი ინჟინრები მუშაობენ და ამუშავებენ იმ სადგურს, წყალსაცავი არის აქეთ მხარეს, ის საბერიოში აფხაზეთში არის სადგური და შეუზღუდავად მეაქვთ ელექტროენერგია რამდენიც უნდათ ყოველგვარი გადახდის და თანამონაწილეობის გარეშე. ანუ გარკვეული შავი ხვრელია ჩვენი ენერგეტიკისა. ხო, აი ამ ხვრელზე მუშაობა არ ხდება და არ ხდებოდა, ეს რასაც ახლა მე ვამბობ, არ არის რომელიმე კონკრეტული მთავრობის განსაკუთრებული, არ ხდებოდა საერთოდ, ანუ ის მუშაობა აფხაზ მხარესთან, რომ ჩვენ რაღაც საერთო ინტერესი დავანახოთ და ის შევცვალოთ ის მდგომარეობა, რაც ახლა დგა და იქ გარკვეული რისკები შევამციროთ, ამაზე არასაკმარისი არის მუშაობა ნამდვილად და თუ გააჩნია რუსეთის რამდენად აგრესიულად გააგრძელებს ჩვენთან ურთიერთობას, ხო შეიძლება აქეთ წყალსაცავი საერთოდ გადმოვიდეს, არ ვიცი, ახლა მანდ რთული თეორიების შექმნა არ მინდა, მაგრამ ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ეს. ნავთობზე დამოკიდებულება არ არის იმისთან რთული. მთელი ჩვენი 80% გარე დამოკიდებულებისა შედგება ორი კომპონენტისგან. ეს არის 45% დაახლოებით ბუნებრივი გაზი და 24% არის 26% წლიდან წლამდე შეიძლება შეიცვალოს, ესე ნავთობპროდუქტები. ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულება შედარებით უფრო ადვილია, იმიტომ რომ სხვადასხვა მხრიდან შეიძლება შემოიტანო და ეს პოლიტიკურად ზეგავლენის ინსტრუმენტი შეიძლება ნაკლებად იყოს. აი გაზის მოწოდება, რა თქმა უნდა, უფრო რთული რამე არის. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს გქონდა და ზუსტად არ ვიცით ახლა რა გვაქვს უდიდესი მონაპოვარი, ეს იყო ხელშეკრულება, რომელიც 2002 წელს დაიდო და სამხრეთ კავკასიური გასადენის ოპერირებას დაედო საფუძვლად. ჩვენ იქიდან გვერგება 5% გატარებული მოცულობისა და დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი წელიწადში გვერგება ძალიან შეღავათიანი პირობებით. იმიტომ რომ ჩვენ მაშინ ეს რისკები გავწერეთ, გარკვეული შეღავათები გავწერეთ და ის შეთანხმება მაშინ შედგა. ერთი დიდი პრობლემა, რაც ახლა გველოდება 26 წელს არის, რომ ეს 500 მილიონის ხელშეკრულება გაზდის ვადა, ანუ ჩვენ გვექნება საყიდელი დამატებით კიდე 500 მილიონი უკვე სხვანაირი კომერციული ფასით სავარაუდოდ და ამიტომ ამის კომპენსირება მოგვიწევს გარკვეულწილად. და საერთოდ სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ეს ხელშეკრულება აზერბაიჯანთან რაც არის დადებული და ამ კონსორციუმთან თავიდან იყო ძალიან გამჭვირვალე და გასაგები, მაგრამ მერე მოხდა მისი რამდენჯერმე შეცვლა, ჯერ წინა მთავრობის, მერე შემდეგი მთავრობის მიერ. და დღევანდელი სტატუსი იმ ხელშეკრულებაში რა წერია, ჩვენ არ ვიცით. საჯაროდ არ არის საჯარო და არ ვიცი და მეშინია რამე ისეთი არ იყოს, რამაც შეიძლება ჩვენი ენერგომომარაგების პერსპექტივები გააუარესოს, იმიტომ რომ თავიდან ეს იყო შესანიშნავი ხელშეკრულება, ძალიან გამჭვირვალე, ეს 5% გვერგებოდა 66 წლამდე, 2066 წლამდე. აი იმ შეღავათიანი კარგი პირობებით. შემდეგ მოხდა გარკვეული რაღაც ცვლილებები იმის გამო აზრე სოკართან დაიდო ხელშეკრულება, ეს ყველაფერი გადამუშავდა.
ისე რომ ჩვენ არ ვიცით რამდენად კვალიფიციურად გაკეთდა ეს. თუ რა ვიცი, ვენდობით კვალიფიკაციას, რაც არ არის მაინც და მაინც თლაც სწორი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეტნაკლებად რაც იყო შესაძლებელი მაშინ ის დაიდო, მაგრამ ეს გაკეთდა რის საფასურად, რომ ჩვენ უნდა აგვეშენებინა გაზსაცავი. ვიცოდით რა, რომ ეს გაზი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მეტნაკლებად თანაბარი ნაკადით უნდა მიგვეღო წლის განმავლობაში. უნდა ქონოდა გასაცავი, რომ შეგვენახა ზაფხულის პერიოდში გამოყვანებინა ზამთრის პერიოდში. არ აშენდა ეს არც წინა მთავრობების პერიოდში, არც შემდგომი მთავრობების პერიოდში. ეს გრძელი სევდიანი ისტორია, როდესაც სულ არის ლაპარაკი, რომ ახლა ავაშენებთ და რეალურად არ განხორციელდა. ესეც კლასიკური მაგალითია, ეცით, აი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინტერესები. მთავრობებს მოკლევადიანი ინტერესები აქვს და ენერგეტიკა გრძელვადიანი დარგია. ხო და აი ესეთი გრძელვადიანი ხედვით უნდა აგვეშენებინა ეს გასაცავი, ისევე როგორც უნდა აგვეშენებინა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ეს ორივე თავიდანვე აი ამ 2002 წლის შეთანხმების პირობები, როდესაც იდებოდა, ეს ორივე პროექტი უკვე მუშავდებოდა და მისი პირველი მონახაზები და კონცეფციების სქემები და თქვენ წარმოიდგინეთ პირველი კვლევებიც უკვე იყო. მაგრამ მერე განვითარება აღარ მიეცა. ისევ მოკლევადიანი ინტერესების გამო. ამიტომ გრძელვადიანად თუ გვინდა რომ ვიყოთ ესეთივე დამოუკიდებელი და ასე შემდეგ, ჯერ ერთი უნდა იყოთ გამჭვირვალე. იმიტომ რომ როდესაც არ არის გამჭვირვალე ურთიერთობები, ეს უპირველესად არის რუსეთის ინტერესებში და ასევე იმათ ინტერესებში, ვისაც უნდა ჩვენზე გავლენა მოახდინოს, პოლიტიკური გავლენა. ანუ ენერგეტიკაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის კი არა, რომ შეგეწყვიტავ და აღარ მოგაწოდებ, არამედ ის, რომ მე გავლენას მოახდენ შენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამის კლასიკური მაგალითი ჩემთვის არის გერმანიის კანცლერი, რომელიც გახდა Nord Stream 2-ის ეს რა ქვია გენერალური დირექტორი, Gerhard Schröderi, ხო? ანუ რა ხო უნდა ვიფიქროთ, რომ აი Nord Stream-ის გაყვანის დროსაც რაღაცა ხდებოდა სავარაუდოდ. რაღაც კავშირები იყო. ხო. ხო და ესეთი მაგალითები საქართველოშიც შეიძლება იყოს, არ ვიცი, ინტერესები, ესეთი ურთიერთობების. ენერგეტიკა საერთოდ თავისებური სფეროა. ეს არის სფერო, სადაც ტექნიკური სირთულის და პოლიტიკური სირთულის გამო დიდი თანხების და დიდი სტრატეგიული ინტერესების კონცენტრირება ხდება ერთად მცირე რაოდენობის ხალხთან და როდესაც ეს არის კონტროლის გარეშე, ეს უკვე ხდება მოწყვლადობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, განსაკუთრებით სუსტი ქვეყნებისთვის, როგორც ჩვენ ვართ. ამიტომ არის დემოკრატია საჭირო, რომ არ მოხდეს ადვილად დათმობა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებისა. იმ ხალხის მიერ, რომელმაც შეიძლება არც გამიზნულად კონდეთ რაღაც ცუდი ზრახვები, მაგრამ ელემენტარულად ან არ იცოდნენ. თუ დახურულია, მაშინ იქ კვალიფიციური აზრიც ვერ მიდის იქ ახლოს. შეიძლება ბოდიში და სისულელე გაკეთდეს, ხო? ამიტომ არის საჭირო დემოკრატიული მართვა, რომ ჩვენ ვიყოთ დაცული. საქართველოს რა პერსპექტივაა განახლებადი ენერგიის მიმართულებით? არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ გარკვეული დამოკიდებულება გარე ძალებზე ჩავანაცვლოთ აქ არსებული ჰაერის მზის, ჰიდრო ან ნებისმიერი სხვა ტიპის? ესე იგი, საქართველო არის 80%-ით დამოკიდებული გარე წყაროებზე, როგორც გითხარით, ეს არის ნავთობი და ეს არის გაზი. ამ დამოკიდებულებაში უფრო გაზი შეიძლება იყოს პრობლემატური ვიდრე ნავთობი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ მისი ჩანაცვლებაც ესე ადვილად და მარტივად საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი დიდი ტერიტორიები, როგორც არის ცენტრალურ აზიაში. არ გვაქვს ისეთი ქარის პოტენციალი, როგორც არის ოფშორულ კასპიის ზღვაში მაგალითად. ამიტომ ჩვენ სამაგეროდ გვაქვს ჩვენი გარკვეული თავისებურება, ეს არის ჰიდროპოტენციალი და რომელიც
შეიძლება გავხადოთ რეგიონული ინტერესის ცენტრი. საქმე იმაშია, რომ ქარი და მზე არიან ძალიან ცვალებადი ენერგიის წყარო ორივე. ანუ ღრუბლების არსებობის პირობებში რომ ნახოთ მზის სადგურის გამომუშავება როგორ იცვლება და როგორ თამაშობს, ან ქარზე დამოკიდებული, როდესაც ხარ მზის ქარის სადგურის გამომუშავებაზე, ხო? ამას სჭირდება დაბალანსება. ამისთვის მსოფლიოში ავითარებენ სხვადასხვა დაბალანსების ტექნოლოგიებს. ერთ-ერთი მთავარი არის აკუმულატორი, დიდი აკუმულატორების დაყენება, რომ ეს ქარის და მზის გამომუშავებები, სადაც სიჭარბეა შეინახოს, სადაც ნაკლებობა იქნება, მაშინ იქიდან მოვიხმართ, ხო? ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ წყალსაცავიანი ჰესების საშუალებით. იგივე ენგურ ჰესი, რომელიც დღესდღეობით უკიდურესად არაეფექტურად მუშაობს, იმიტომ იმ აფხაზეთთან მოუგვარებლობის გამო, შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ძალიან რეგიონული მნიშვნელობის მაბალანსებელი სადგური და ასევე სხვა სადგურები, რომელიც ჩვენ ვერ განვავითარეთ, ნამახვანი იქნება ეს თუ ნენსკრა თუ ხუდონი, ეს სადგურები შეიძლება გახდეს ერთ-ერთი საკვანძო სწორედ აი ამ განახლებადი ენერგიის მოზიდვისთვის. ჩვენ შეიძლება დიდი რაოდენობის განახლება რეგიონიდან მოვიზიდოთ ეს განახლება, დავაბალანსოთ აი ამ სადგურების გამოყენებით, მათ შორის კავშირი გქონდეს იგივე შავი ზღვით ევროკავშირთან და ასე შემდეგ და აი ესე გავხდეთ გარკვეული ჰაბი. თორე ჩვენი რაოდენობის თვალსაზრისით, რომ ეხლა ჩვენ ჩავანაცვლოთ მთელი ეს გაზზე დამოკიდებულება და ნავთობზე დამოკიდებულება, ეს შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაცა ვიფიქროთ, მაგრამ დღეს მე ეგეთ ამოცანას ვერ დავსვამდი საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაში. გასაგებია. თუ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, განახლებად ენერგიას რა როლი აქვს გლობალურ ძალთა ბალანსის ცვლილებაზე. იმიტომ რომ თუ ჩვენ ახლა მოცემულობად ვიღებთ იმას, რაზეც ვისაუბრეთ, რომ რუსეთი ბენზინგასამართი სადგური, იმიტომ რომ ძირითადად ეკონომიკა არის დამოკიდებული ნავთობზე და გაზზე, ენერგომატარებელებზე, ასე ვთქვათ, ბიუჯეტი დამოკიდებული არის ამ ყველაფერზე, თუ გლობალურ დონეზე ხდება ამის ცვლილება, ეს ასევე ნიშნავს, რომ მათი შესაძლებლობები, რომ ბიუჯეტი შეავსონ, დააფინანსონ სამხედრო მრეწველობა და სხვადასხვა ტიპის კეთილდღეობები ან სამხედრო თემები საკუთარ მოსახლეობისთვის ან ქვეყნისთვის ეს იცვლება. იგივე არაბული ქვეყნები, რომლებიც დღესდღეობით ნავთობის და გაზის საფუძველზე ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ განვითარებას პოვებენ, აშენებენ ქალაქებს, რაღაც საოცარ პროექტებს დებენ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა რა გავლენა შეიძლება ამან იქონიოს. ეს ქვეყნები ცდილობენ ამ ყველაფრის ჩანაცვლებას, ემზადებიან მომავლისთვის თუ არის გარკვეულ გრძელვადიან პერსპექტივაში შანსი, რომ დიდ ეკონომიკურ პოლიტიკურ კატასტროფასთან მივიდეთ, იმიტომ რომ ესენი წინ არ იხედებიან ასე. ახლა მოდით რუსეთი მაინც სხვა არის და დანარჩენი ქვეყნები სხვა. რუსეთი ახლა ომშია, რომელიც მსოფლიოს ინტერესებს ეწინააღმდეგება ყველანაირად. და მაინც მასშტაბებზე რო ვილაპარაკოთ, რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან და გაზიდან იყო დაახლოებით 1 მილიარდი დღეში. რაც ჩამოვიდა და გახდა სადღაც 400 მილიონის ქვევით. ანუ უკვე საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვთ აი ამ ომის პირობებში, თუმცა მათ აქვთ უზღვავი რესურსი, ეგ არის შიგა მოთმინების და შიგა მობილიზაციის და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა რუსეთზე როგორი მოქმედეს ეს ჯობია პოლიტოლოგებმა ელაპარაკონ ამაზე. რაც შეეხება მაგალითად არაბეთი, საუდის არაბეთი, საემიროები, ასე შემდეგ, ესენი ძალიან აქტიურად მუშაობენ განახლებადი ენერგიის განვითარებაზე, მათ აქვთ ბევრი ფული. ამ ფულს ისინი აბანდებენ მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საქართველოშიც მე მგონი არიან შემოსული და ერთ-ერთი პროექტის დაფინანსებას აპირებენ. ანუ ისინი არიან ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი ქვეყნები განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებაში და განახლებადი სადგურების განვითარებაში.
აი ესენი ცოტათი მართლა წინ იყურებიან თავიანთი ინტერესებით, გათვალისწინებით და არა მარტო იმდენად ეკონომიკური ინტერესით, ხა საუდის არაბეთს და საემიროებს აქვთ უდიდესი უპირატესობა, რომ მან მოპოვებული ნავთობი არის შეუდარებლად იაფი, ვიდრე სხვა ქვეყნების ნავთობის მარაგების მოპოვება, ამიტომ კონკურენტული წინ იმისი ნაკლებად ეშინიათ, თუ კი დაიწია ფასები, შეუძლიათ გაზარდონ მოპოვება ადვილად და შემოსავლები რეალურად დარჩებათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან პროაქტიული თანამედროვე პოლიტიკას ეწევიან მე რასაც უყურებ, არა მარტო იმაში თქვათ ენერგეტიკულ სფეროში და განახლებად მათ შორის აი იმაში რა ქვია ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში და თავიანთ ქვეყნების მოვალზე ფიქრობენ აი ძალიან შესაშური სიბრძნით მე მგონია რა ყოველ შემთხვევაში აი ესე ჩანს გარდა კი ბატონო ძალიან რთული არის პროგნოზების გაკეთება დღევანდელი გადმოსახედიდან. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ტარიფები დაადო მზის პანელების მწარმოებლებს, იმიტომ რომ აპირებენ ამერიკაში, რომ გაზარდო მზის პანელების წარმოება. ასევე ჩინეთმა დაადო პირიქით სანქციები, რომ ტარიფები დაადო, ასევე გარკვეული ტიპის ენერგომატარებლებს განახლებადი ენერგიის მიმართულებით და ასე შემდეგ. შეიძლება ჩაითვალოს თუ არა, რომ დღესდღეობით, როდესაც ძალიან ბუნებრივი ელემენტი არის და მოცემულობად ვიღებთ, რომ ნავთობის და გაზის გამო შეიძლება კონფლიქტი იყოს, სამომავლოდ კონფლიქტები იყოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით და იმ ტექნოლოგიების მიმართულებით, რომლებიც განახლებადი ენერგიის მოპოვებას ამარტივებენ და უზრუნველყოფენ. იცით რა, მე მაინც ამ კრიტიკულ მინერალებს გამოყოფდი როგორც შესაძლო დაპირისპირების საგანს. საქმე იმაშია, რომ აი ეს კრიტიკული მინერალები, რაც მე ჩამოთვალე მათ შორის, ასევე კობალტი, ესენი არიან კონცენტრირებული შედარებით მცირე რაოდენობა ქვეყნებში. და თუ კი ვთქვათ, რომელიღაცა ქვეყანა აპირებს თავის განახლებადი ენერგიის მძლავრად განვითარებას, ან ევროკავშირი აპირებს, ხო? მან ან უნდა შემოიტანოს ჩინური დანადგარები, ან თუ თავის აპირებს, მაშინ უნდა შემოიშოვოს ეს კრიტიკული მინერალები, როგორც გითხარით, ერთ-ერთი ინტერესი ევროკავშირისა ცენტრალური აზიისადმი არის სწორედ აი ამ კრიტიკული მინერალებთან დაკავშირებული. ჩინეთი ამ მიმართულებით არის ერთ-ერთი უდავო ლიდერი. მან ორი რამე, ერთია თვითონ ნედლეულის მისი მადნის მოპოვება და მეორე გადამამუშავება. აი კობალტის თვალსაზრისით, თუ კი ჩინეთს აკონტროლებს სადღაც მადნის მოპოვების 65%-ს. მათ შორის კონგოში არის, იმაში აფრიკაში. ხო და გადამუშავებული მადნის წარმოებაში უკვე 80%-ია მსოფლიოსი. აი ეს მარტო ერთი გლობალურ ბაზარზე მარტო ჩინეთის პოზიცია არის. შესაბამისად, მას აქვს ესეთი წამყვანი პოზიციები ასევე სხვა მინერალებში, ახლა ცოტა ძნელია მათი ყველასი ჩამოსვლა. ლითიუმში შედარებით ნაკლები, ავსტრალიას აქვს დიდი წილი და ასე შემდეგ. აი ამ მინერალებთან მისაწვდომობა არის საფუძველი უკვე ახალი ენერგეტიკული ეკონომიკის განვითარებისა, მათ შორის მოხმარების მხარეს, აკუმულატორებს ჭირდება ნიკელი, გრაფიტი, როგორც გითხარით, ჭირდება ისენი, რა ქვია, ლითიუმი, როგორც ერთ-ერთი. აი ამაზე ხელმისაწვდომობა არის დიდი კონკურენციის საგანი და ხდება უკვე ხა. იმედი მაქვს და არ ამგონია ეს ომებამდე მივიდიოდეს, მაგრამ ინტენსიური დიპლომატიის და ეკონომიკური კავშირების და განხილვების თემა ეს უკვე არის. ხა დანარჩენი და ის რომ ენერგია აღარ მექნება და ამიტომ ომი დაიწყო, ეს ცოტა ნაკლებით მოსალოდნელი მგონია თავისებურებიდან გამომდინარე რა, ესე იგი
განახლებადი ენერგია არის რაც შენ ტერიტორიაზე მზე არის და შენ ტერიტორიაზე შეიძლება ვერ განავითარო და მაინც იქნები დამოკიდებული მაშინ წეაღესეულსაწვავზე თუ კი შემოსატანი გაქვს ან შენ საკუთარზე. ამიტომ ეს გადაწყობა არ მდგონია რომ აი ამ თვითონ ენერგიის გამო გარკვეული კონფლიქტების და დიდი ცვლილებების და წინააღმდეგობების საგანი გახდეს, არამედ შეიძლება უფრო ხელმისაწვდომობა აი მინერალების რესურსებზე, იმიტომ რომ ისინი ჩიპებზეც არის საჭირო, ახალ გამოთვლით ტექნიკოსისთვისაც არის საჭირო და საერთოდ ფაქტიურად ეს ხდება კონკურენცია ტექნოლოგიური განვითარებისთვის. აი აქ უკვე დიდი პოლიტიკური ინტერესები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ახალი ეპოქაში ვართ ჩვენ შესული, სადაც ხელოვნური ინტელექტი არის მთავარი ხდება უპირატესობის საგანი. აქ ეხა ამერიკა და ჩინეთი უკვე ძალიან შორს არიან გაჭრილი და ევროკავშირს დაჭირდება ამაზე დაწევა და აქ ალბათ დაჭირდება უამრავი თქვათ გამოთვლითი ტექნიკაც, მიკროჩიპებიც და მათ შორის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებიც და ყველაფრის განვითარება, რასაც ჭირდება ეს მინერალების რაოდენობა და ეკონომიკა რაც ამის წარმოების. პრაქტიკულად მომავალი მინერალების და მინერალებზე წვდომის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. ჩემი მხრიდან ბოლო კითხვაზე მივედით. რო შევაჯამოთ თქვენი აზრით, საქართველოსთვის რა უნდა იყოს პრიორიტეტი? ანუ თქვენზე რო იყოს პოლიტიკის განსაზღვრა, ენერგოპოლიტიკის განსაზღვრა. რა პრიორიტეტები უნდა გქონდეს, რა მიმართულებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკა მიღებული არის წინა წლის ივლისში. რომელშიც იმ გადმოსახედიდან გამომდინარე, რაც იმ მომენტისთვის შეიძლებოდა წარმოდგენილიყო, არის ჩადებული ის ღონისძიებები, რაც არის გასატარებელი. ახლა ამ წუთში რამდენიმეს გამოყოფ უბრალოდ ის ერთი, აი როგორც გითხარით, აფხაზეთის საკითხის დარეგულირება არის ერთ-ერთი თემა, საცავების შექმნა მეორე თემა. მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაინც არის ანალიტიკური უზრუნველყოფის და ტვინის მოზიდვა ამ პოლიტიკაში. ეს მესმის შეიძლება არ იყოს ადვილად გასაყიდი საკითხი ჩვენთან, ხო, საქართველოს ერთი დიდი პრობლემა, ყველას აქვს პასუხი და კითხვები ნაკლებად არის, ხო? აი კითხვების დასმა და იმაზე იმ კითხვებზე პასუხის ძებნა აი ამას თუ დავიწყებთ, ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საფრთხილო, რთული, საშიში გარემო და უკიდურესად კონკურენტული. იმიტომ რომ აი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აზერბაიჯანის, რომელიც უკიდურესად აქტიურია ენერგეტიკული მიმართულებით, თურქეთის, რუსეთის, ირანის, სომხეთის, ხო, ამას ყველაფერს აწონვა და გაზომვა ჭირდება და ჩვენ ინტერესების ამაში ჩაქსოვება. გასაძლიერებელი არის ენერგეტიკული დიპლომატია. როდესაც ევროკავშირი და აზერბაიჯანი ჩვენზე გამავალ მილსადენთან დაკავშირებით შეთანხმებას დებენ, იქ საქართველო უნდა იყოს. და სამწუხაროდ არ არის. როდესაც ლაპარაკია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რომ საქართველოს გავლით ევროპაში რაღაცა უნდა გავიდეს, იქ საქართველო უნდა იყოს. და უფრო მეტიც საქართველომ უნდა აქტიურად განავითაროს ახალი შესაძლებლობები. მაგალითად არის ესეთი შესაძლებლობა, რომ თურქმენეთიდან ჯერ გაზი გამოვიდეს ტრანსკასპიური მილსადენით და შემდეგ წყალბადი და ეს მიეწოდოს ორივე ევროკავშირს. ეს არის ესეთი სტრატეგიული ინიციატივა და იდეა, რომელიც თურქმენეთისთვისაც საინტერესოა, თურქეთისთვისაც, ევროკავშირისთვისაც შეიძლება საინტერესოა და ჩვენ უნდა ლიდერის ფუნქცია აგვეღო. ოღონდ შესაბამისი კადრები გვჭირდება ენერგეტიკულ მართვაში, იმისთვის რომ ეს ყველაფერი ესე განხორციელდეს. გასაგებია. და ბირთვული ენერგიის მიმართულებით არის რამე პერსპექტივა? ბირთვული ენერგია ხომ მე არ გიპასუხეთ მაგ შეკითხვაზე.
კლიმატის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კლიმატ ნეიტრალურია და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საშუალო ტექნოლოგია უნდა იყოს. ძალიან დააზიანა ჩერნობილის და მერე ფუკუშიმას ამბებმა ბირთვული სადგურების განვითარება, მათ შორის გერმანიამ საერთოდ დახურა ეს სადგურები და არ იყო ეს დიდად ბრძნული გადაწყვეტილება, მინდა გითხრათ. ეხლა იწყება აქტიური, იგი არ იწყება მიმდინარეობს გარკვეული განვითარება ეგრეთ წოდებული მცირე მოდულური რეაქტორებისა. ეს ახალი ტექნოლოგიებია, ბევრნაირი შეიძლება ეს იყოს, რომელიც არ არის უშველებელი ბეტონის ნაგებობების მშენებლობა და მას თავად აქვს ლოგიკა აქვს ისეთი ჩადებული, რომ უსაფრთხოების ბევრად უფრო მაღალი ხარისხი აქვს, ვიდრე თქვათ ძველ რეაქტორებს და მათი განვითარება ხდება, ამერიკა არის ძალიან აქტიური, ჩინეთიც აკეთებს და რუსეთიც ავითარებს ამ მიმართულებებს და მე მგონია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მომავალი, იმიტომ რომ ეს ზომითაც პატარა არის, ეს ხდება მისი ძირითადად დამზადება ქარხანაში შესაბამისად და მერე მოტანა და დაყენება, ანუ ეს არ არის დროით და ათეულობით წლებით საჭიროება. Onda ეს ტექნოლოგია ახლა ხდება, ესე ვთქვათ, განვითარების საბაზრო დონეზე გამოდის უკვე. რუმინეთი აშენებს პირველს ესეთ სადგურს ახლა ევროპაში რამდენადაც ვიცი ამერიკული ტექნოლოგიით და სავარაუდოდ ეს მეტად და მეტად განვითარდება, მაგრამ ამასობაში იგივე ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში ხდება ახალი ატომური სადგურების მშენებლობა და თურქეთშიც ხდება ოღონდ რუსული ტექნოლოგიით. ანუ ეს გარკვეულად შენელდა სკეპტიკური დამოკიდებულება ატომური ენერგეტიკისადმი და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია მათ შორის კლიმატისთვის, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის იმ ქვეყნებისა და ეს ასევე ამცირებს მოთხოვნილებას წიაღისეულ სათბობზე. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის. ჩვენ ისევ მადლობას გიხდით ყურებისთვის, ბოლომდე რომ მოყვევით, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეო, გთხოვთ გამოიწუროთ ჩვენი არხი და ჩვენ შევხვდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.